ნაბოლოს ღვინის საერთაშორისო გამოფენა დიუსელდორფში პროვაინ 2014-ზე 50 ქვეყნის მეღვინეები, მევენახეები, ექსპორტიორები და დისტრიბუტორები ახალი სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად ჩავიდნენ. გამოფენაში მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კომპანიების გვერდით საქართველოდან ღვინის 16 კომპანია მონაწილეობდა. პროვაინზე ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაცია ქართული ღვინოს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ღვინის ბიზნესის ხელშემწყობ და ბაზრების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იმ კომპანიების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან. გასინჯეთ, ქალბატონებს ძალიან უყვართ. ეს მუსკატია. Oh, new. No, it's not new. It's old. ღვინის მწარმოებელი კომპანიები საკუთარ პროდუქციას 7 სხვადასხვა პავილიონში კილომეტრობით ფართობზე გადაჭიმულ საგამოფენო სივრცეში წარმოადგენენ. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა. პროვაინზე 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას. პროვაინი წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. მეღვინეებისთვის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ქცეულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. ისევე როგორც წინა წლებში პროვაინი 2014-ზეც მე-6 პავილიონში გაშლილ ქართულ კუთხეს უცხოელი ექსპორტიორები, დისტრიბუტორები და ღვინის ექსპერტები დიდი ინტერესით ათვალიერებენ. I can find good wines and very good wines, but I would every time. პროვაინზე შემიძლია ჩამოვიარო, დავაგემონო კარგი ღვინო, ძალიან კარგი ღვინო და განსხვავებული ღვინო. სწორედ ამ ნიშნით მე ყოველთვის ბრუნდები ქართულ სტენდთან. საქართველო არ არის ერთადერთი უძველესი ტრადიციების მქონე ღვინის ქვეყანა. ამიტომ თავარი აქცენტი თქვენს ინდივიდუალურობაზე და ჯიშების სიმრავლეზე უნდა გააკეთოთ. Please keep the character. მინდა ვთხოვო ღვინის მწარმოებლებს არ დაკარგონ ქართული ღვინის ხასიათი. შეინარჩუნეთ საფერავის და რქაწითელის არაჩვეულებრივი გემო. ეს უმაღლესი ხარისხის ჯიშებია, რომლებსაც ეკუთვნით ოქროს მედალი. მსოფლიო ინტერესდება და ყიდულობს განსხვავებულ პროდუქტს და არა იმას, რაც ისედაც მრავლად არის ბაზარზე. We sell the difference, not that you're the same. განსხვავებულ ქართულ ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელს თავაზობენ ქართველი ბიზნესმენები პოტენციურ კლიენტებს. დიუსელდორფში არა მარტო პროდუქციის წარდგენა პოპულარიზაციისთვის, არამედ ახალი ბაზრების მოსაძიებლად ჩადიან. ხშირად მანამდე დაწყებულ საქმიან ურთიერთობებს სიმბოლურად პროვაინზე ასრულებენ. This wine, or let me say, Gruzian wines. ქართული ღვინო გასინჯული მაქვს 20-30 წლის წინ. მაშინაც მომეწონა, მაგრამ მგონია რომ ეს გემო უფრო დახვეწილია. მე ფრანკფურტის მახლობლად ვცხოვრობ და გერმანიის რამდენიმე ქალაქში ღვინის მაღაზიათა ქსელი მაქვს. მალე ქართულ პროდუქციასაც გავყიდი. სხვა გამოფენები უფრო იმიზეა ორიენტირებული, პროვაინი უფრო ბიზნეს ორიენტირებული გამოფენაა, იმიტომ რომ პირველი გამოფენაა წლის და ასე ვთქვათ, ყველა ეძებს პოტენციალურ პარტნიორს, როგორც იმპორტიორი, ასევე მწარმოებელი. ღვინო და ალკოჰოლური სასმელი დიუსელდორფში 16 ქართულ კომპანიას აქვს გამოფენები. მათი წარმომადგენლები კი დღეში საშუალოდ 8-10 საქმიან შეხვედრას მართავენ. რამდენიმე მათგანი ღვინის ფორუმს უკვე 14 წელია სტუმრობს. ჩვენ არა მარტო ისტორიულად ვართ ღვინის სამშობლო, სადაც 8000 წლის განმავლობაში არის უწყვეტი ციკლი მეღვინეობის, არამედ დღევანდელი ქართული მეღვინეობა არის საკმაოდ მაღალხარისხოვანი, ანუ ეს ისტორია და დღევანდელი მაღალხარისხოვანი სინამდვილე ქმნის ძალიან დიდ საინტერესო სიმბიოზს ზოგადად მომხმარებლისთვის. ჩვენი ძველი ქართული ჯიშები, რომელიც არის სამომავლოდ აღსადგენი და უკვე აღდგენილია და ეს უნდა განვითარდეს, ეს არის ზუსტად ესეთი ასპექტი, რომ ევროპამ აქვე დაინახოს უკვე, რომ გაიქნება 2 წლის შემდეგ, 4 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ. სწორედ გრძელვადიან თანმიმდევრულ PR კამპანიაზე აკეთებს აქცენტს ღვინის ეროვნული სააგენტო. პროვაინის შემდეგ, რომელიც უფრო ბიზნეს ფორუმია, მთელი წლის განმავლობაში მიზნობრივ ბაზარზე სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. ქართული ღვინის პრეზენტაცია სჭირდება რეგულარული, თანმიმდევრული მუშაობა და სწორედ ეს არის ჩვენი სააგენტოს მთავარი ამოცანა. ფაქტიურად ჩვენ გავსაბოთ მარკეტინგული სტრატეგია და ამ მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით სწორად უნდა მოხდეს ქართული ღვინის ბრენდის ერთიანი პლატფორმის კომუნიკაცია მთელ მსოფლიოსთან.
ლიზა გრანიკი ქართულ ღვინოს პოპულარიზაციას ამერიკის ბაზარზე უწევს. ამბობს, რომ აუცილებელია სწორად წარვადგინოთ საქართველოს უპირატესობები და ის, რომ ქვეყანას მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია და ქვევრის ტექნოლოგია გააჩნია. პროვაინი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღვინის გამოფენაა დასავლეთში. აუცილებელია სწორად წარვადგინოთ პროდუქცია, მაგრამ თუ კი ვინმე ამ სფეროში პროფესიონალია, მას საქართველოს გაცნობა არ სჭირდება. ყველა მიცის ქართული ღვინის უპირატესობების და 500-მდე უნიკალური ჯიშის შესახებ. 1994 წელს საქართველოში სტუმრად ჩამოვედი და გავსინჯე ქვევრის ღვინო. გადავწყვიტე ეს ტექნოლოგია სლოვენიაში გამომეყენებინა. ჩვენი ყურძნით და თქვენი ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოს რამდენიმე ქვეყანაში კარგად ვყიდით. მომხმარებელს მოსწონს, როცა განსხვავებულ გემოს სინჯავს. სლოვენიური კომპანია კაბაი ერთადერთი არ არის, სადაც იუნესკოს მიერ აღიარებული ქართული მეთოდი აითვისეს. ქვევრის ღვინოს იტალიელი და შვეიცარიელი მწარმოებლებიც აყენებენ. ეს უკვე სპეციალური სადეგუსტაციო ჰოლია, სადაც პროვაინის ფარგლებში გამართულ კონკურსზე გამარჯვებულ პრემიუმ კლასის ღვინოებს აგემოვნებენ. წელს ამ ადგილას კორპორაცია ქართული ღვინოს, თამადას და შატო მუხრანის პროდუქციას ნახავდით. 4000-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ 3 დღით ერთ სივრცეში მოიყარა თავი. მათ შორის 16 ქართული სახელი იყო. გაჩნდა პოტენციური კლიენტების სია, დამყარდა ახალი კონტაქტები და გამყარდა ძველი ბიზნეს ურთიერთობები. დუსელდორფში საგამოფენო ცენტრის წინ სხვა ღვინის ქვეყნებთან ერთად ქართული დროშა 1 წლის შემდეგ გაზაფხულზე ისევ აფრიალდება.